გამარჯობა. Ჩვენ დღევანდელი ლექციის თემა არის ხელოვნება და სიყვარული. ეს თითქოს ცხადია ერთი შეხედვით, ხო, აბარა ხელოვნებას ვლაპარაკობ, სიყვარულს ვილაპარაკოთ. და რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა უცნაური არ უნდა იყოს, ეს ევოლუციური თვალსაზრისითაც ესეა. და მე დღეს შევეცდები გაჩვენოთ თუ რა კავშირი აქვს წარმოშობის მხრივ სიყვარულის გზნობას და ხელოვნების ნაწარმოების აღქმას. მნიშვნელოვანი რაც გვხდება ჩვენ, როდესაც პირველყოფილი ადამიანის ნახატებს ვუყურებთ, არის ესე ერთი უცნაური რამ, ის რომ ესე იგი ცხოველები არიან გამოსახული ძალიან რეალისტურად და ადამიანები არიან გამოსახული ძალიან სქემატურად. და კიდევ არის ერთი უცნაური აი ხედავთ თქვენ ეკრანზე, უცნაური ფაქტი, ეს ხელების სიმრავლე, გარდა იმისა, რომ ადამიანები არის გამოსახული სქემატურად, აი აქ ნახატზე ხედავთ, ხო, თქვენ ესე იგი არის ფაქტიურად ესეთი ჯოხებით არის ადამიანები გამოსახულები და არის კიდევ ეს ხელის არამბეჭდების დიდი სიმრავლე, ასევე ნაპოვნი არის პირველყოფილი ადამიანის სადგომებში. ეხლა რატომ ხდება ეს? და რატომ ეს რა ახსნათ, უნდა დავბრუნდეთ იმასთან, რა არის რიტუალი, რა არის დიდი გამართლებელი რიტუალი და როგორ ხდებოდა საერთოდ პირველი ხელოვნების ნაწარმოების პრეზენტაცია. ეხლა ის წარმოდგენა, რომ ადამიანმა ხელოვნება შექმნა გვიან თავის განვითარების რაღაცა ეტაპზე, როგორც ამ ჩემი ლექციებიდანაც ხედავთ, არ არის სინამდვილესთან ახლოს. პირიქით ხელოვნება იყო ის, რამაც რაღაც აზრით ხელოვნება იყო ის, რამაც შექმნა ადამიანი, ხო? იმიტომ მაგალითად რო არ ყოფილიყო დიდი გამართლებელი რიტუალი, ჩვენ ესეთები არ ვიქნებოდით, ხო? კიდე სხვა რაღაცებიც იყო, რა თქმა უნდა, კვლევის უნარიც იყო, ნეანდერტალის ჩართულობაც, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ალბათ ქონდა დასაწყისში ნეანდერტალურ პოპულაციას, რომელიც გადმოვიდა აფრიკიდან ევრაზიაში და ასევე ჰომო საპიენსების პოპულაციას, რომელიც გადმოვიდა მოგვიანებით აფრიკიდან ევრაზიაში, ქონდა სწორედ ეს დიდი გამართლებელი რიტუალი, რომელსაც ისინი შექმნა, როგორც აი კონკრეტული ინდივიდები და რომელსაც ფაქტობრივად მოახდინა მათი გარკვეული თვისებების და მიდრეკელების მიხედვით გადარჩევა. ესე იგი, ეხლა დავბრუნდეთ ისევ რა არის ეს რიტუალი და დიდი გამართლებელი რიტუალი და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. პირველი ამბავი ის არის, რომ ის უნდა იყოს მაქსიმალურად ჩამრთველი, ხო? ანუ უნდა შეიტყუოს ადამიანები თავში. ანუ რას ნიშნავს, როგორ უნდა შეიტყუოს? ანუ მასში ყველა პოტენციური მონაწილე უნდა დაინახოს რაღაცა თავისთვის საინტერესო. ანუ გამოიტანოს საკუთარი ამბავი. ამიტომ ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც აქვს ხელოვნების ნაწარმოებებს და სულ ერთია ეს, დავუშვათ, იქნება პირველყოფილი ხელოვნება, თუ ეს იქნება თანამედროვე ხელოვნება, თუ შუა საუკუნეების ხელოვნება, ის არის რომელ ჯგუფზეც ორიენტირებული, ახლა თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ აი ხო არის ძალიან ელიტარული ხელოვნება, რომელიც არის განსაზღვრული ძალიან პატარა ჯგუფისათვის, მაგრამ ოდესმე ვთქვათ, რომელ ჯგუფზეც ორიენტირებულია ეს ხელოვნების ნაწარმოები, მისთვის ის უნდა იყოს საყოველთაო. ანუ ყველა მაყურებელი თუ მომსმენი თუ მონაწილე აი ამ იმაში ხელოვნების ნაწარმოებს, ნუ თქვათ, რომ ეს არის რაღაცა რიტუალი, ესე იგი უნდა კითხულობდეს რაღაცა საკუთარს. ანუ ინდივიდები ბევრნი არიან, ხო? სხვადასხვა შეხედულება, სხვადასხვა წარმოდგენები, ნუ ცინიკურად შეიძლება ვთქვათ, რომ არც ის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, არც ისინი თუ ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ მნიშვნელოვანი რაც არის ამ შემთხვევაში ის, რომ ყველა მათგანმა რაღაცა თავისი უნდა ნახოს აი ამ რიტუალში. ეხლა მივხვდით ალბათ, რომ ჩვენ ახლა რიტუალს ვიყენებთ ხელოვნების ნაწარმოების მნიშვნელობით და მან რაღაცა წაიკითხოს საკუთარი აი ამ იმაში, ამ ხელოვნების ნაწარმოებში. და ეს ნიშნავს იმას, რომ ერთდაიმევე დროს ხელოვნების ნაწარმოები უნდა იყოს კონკრეტული, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტულ ამბავს უნდა აღწერდეს, ან რაღაც კონკრეტულ მოქმედებას უნდა შეიცავდეს და ამავე დროს ის უნდა იყოს ზოგადი, იმიტომ რომ მან მოახერხოს მაქსიმალურად ბევრი, უბრალოდ რამდენი საჭიროა, რამდენი ჭირდება ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ რიტუალს და პერფორმანსის ავტორს იმდენი მონაწილე ჩართვა უნდა მოახერხოს. ეხლა პირველი საზოგადოებების შამანების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა მაქსიმალურად მთელი ტომი და ამიტომაც ისინი ორიენტირებულები იყვნენ, რომ აი ესეთი ზოგადი კონკრეტული და ზოგადი ხელოვნების ნაწარმოებები შეექმნათ. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა, ეხლა ვერ იმას ვიზამთ, ვერ
მოვყვებით დიდი თავდაჯერებულობით როგორი იყო მათი რიტუალები, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ აი ამ ნახატების მიხედვით რა ტიპის ხელოვნების ნაწარმოებებს, ანუ რა ტიპის რიტუალებს ქმნიდნენ ისინი. აი ეს ამბავი რომ ესე იგი ეს ნახატებში ცხოველები არის რეალისტურად გამოხატული, აი ხედავთ იქ ნახატში რაღაც ირმის სქები არის და ან ესე შეიძლება ცოტა ავანგარდისტულად, მაგრამ მაინც ძალიან დაწვრილებით დახატულია და ადამიანის სქემატურად ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანში, ვინც ამას უყურებდა ამ ხელოვნების ნაწარმოებებს, ყველამ უნდა დაინახოს თავისი თავი. ამიტომ ეს ადამიანი უნდა იყოს მაქსიმალურად სქემატური. ცხოველის შემთხვევა არის სხვა. ანუ ცხოველი შეიძლება იყოს რეალისტურად გამოხატული, იმიტომ რომ ეს არ არის განკუთვნილი, ეს რიტუალი არ არის განკუთვნილი ცხოველისათვის, სხვა ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ამიტომაც მივიღეთ აი ეს თითქოს და ერთი შეხედვით შეუსაბამობა, რომ ერთი მხრივ გვაქვს რეალისტურად დახატული ცხოველი და მეორე მხრივ ძალიან სქემატურად დახატული ადამიანი. ესე იგი, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი ამ შემთხვევაში ნახატზე ვლაპარაკობთ, ხო, როდესაც ადამიანი თუმცა ნახატის პრინციპში ნახატის რიტუალია, როდესაც ნახატზე ვლაპარაკობთ, ნახატს უყურებს ადამიანი, ის თავის თავს ხედავს მასში, ის თავის თავს ხედავს როგორც მონადირეს, როგორც მორბენალს და ასე შემდეგ. და სწორედ ამიტომ ხელისგულების პოპულარობაც აი ესე ძალიან საკმაოდ რაოდენობით რო ხდება ეს ხელისგულების ანაბეჭდები ესეც ის არის ესეც სწორედ აი ამ სქემაში ჯდება ანუ რას ნიშნავს ეს რომ ხელისგული ამ შემთხვევაში არის ინდივიდუალურიც და საერთოც ხო ყველას აქვს ხუთი თითი ამიტომ ხელისგულების ანაბეჭდები არის საყოველთაო და ეს ფაქტობრივად რაღაცა შეიძლება რაღაც იდენტობის დამადასტურებელიც კი იყოს და ამიტომაც ეს ხდება ესე ხდება ადამიანების მიერ საკუთარი თავის რაღაცნაირი იდენტიფიკაცია მებში. ხელოვნების ნაწარმოებებში და რიტუალში. ანუ კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ანუ ეს რას ნიშნავს, რატომ არის ხელოვნების ნაწარმოები ესეთი? ხელოვნების ნაწარმოები ესეთი სწორედ იმიტომ არის, რომ ეს არის პოპულაციის გადარჩენის მოთხოვნა. ესეთი რომ არ იყოს ხელოვნების ნაწარმოები, მაშინ მას არ შეეძლებოდა მაქსიმალურად ბევრი მონაწილის მოზიდვა თავის თავში. ეხლა როგორ შეიქმნა ეს? ანუ ახლა ამაზე ბევრი ის არსებობს, ბევრი სპეკულაცია შეიძლება თქვა, რომ დავშოთ, შეიძლება ვილაპარაკოთ, ვინ იყო ეს პირველი შამანი, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ აი სწორედ ესეთი ხელოვნების ნაწარმოებების ესეთი თვისება, რომელიც დღემდე აქვს ხელოვნების ნაწარმოებებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ძალიან ბევრი სახე შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აი 30000 წლის მერე მანამდეც, იმიტომ რომ ნეანდერტალელების იმაში სადგომებში პოულობენ პრიმიტიულ ნახატებს, შეიძლება ესე ვთქვათ, 100000 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აი 10000 წლის ფარგლებში ძალიან სწრაფად გამვითარდა ხელოვნება, ძალიან ბევრი ფორმა გამოიცვალა. მაგრამ ეს ძირითადი მომენტი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ის უნდა იყოს ერთდროულად კონკრეტული და ზოგადი, რომ ყოველმა მონაწილემ შეძლოს საკუთარი თავის მასში ამოცნობა და დანახვა, ეს მას აქვს გაზდევს უწყვეტ ხაზად, როგორც აუცილებელი ნიშანი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც გამომდინარეობს ამ ყველაფრიდან, არის ის, რომ ხელოვნება კი არ არის ადამიანის განვითარებული ადამიანის ან ადამიანთა განვითარებული საზოგადოების შედეგი, არამედ პირიქით ადამიანთა საზოგადოება სწორედ არის ხელოვნების ნაწარმოებების შედეგი. ნუ მაშინ რა თქმა უნდა, მას ასე არ ხდება, შეიძლება საერთოდ არანაირი სახელი არ ქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ ხელოვნება, ანუ ამ შემთხვევაში რიტუალი, რომელიც ჩართავს მაქსიმალურად ბევრ მონაწილეს, არის ის, რამაც ძალიან დიდი როლი შეასრულა თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებაში. ისეთივე როლს, როგორც ჩანს, ასრულებდა სიმღერა, სიმღერაც იცით თქვენ ეს ხელოვნების ერთ-ერთი სახეა. თანამედროვე მკვლევარები ამბობენ, რომ ჯერ ზოგიერთ თანამედროვე მკვლევარი ამბობს, რომ ჯერ იყო სიმღერა და მე ლაპარაკი, ანუ და გითხარით მე როდესაც ლაპარაკობდი Homo sapiens წარმოშობაზე და წყლის მაიმუნის ჰიპოთეზაზე და როდესაც ეს ხდებოდა, ანუ ადამიანი მღეროდა, ისინი ერთმანეთს ეურთიერთებოდნენ და შედეგად აი ამ სიმღერის გამო, შემდეგ გამვითარდა ენა. ეს მარტივი ესეც სქემა, რომ ჯერ ადამიანი მღეროდა თავის ხორხის გამო, ესე იგი იმის გამო, რომ სპეციალური აღნაგობა აქვს ხორხის და შემდეგ ამ სიმღერიდან გამვითარდა ენა. ესეთი ხაზია. სიმღერაც რა თქმა უნდა არის ისეთი რაღაცა, რაც მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მოიზიდავს თავის თავში, მით უმეტეს თუ ეს არის მელოდიის სიმღერა და არ შეიცავს
სიტყვებს, ამიტომ სიმღერაც როგორც აი ეს არა მარტო სიმღერა არის, არა მარტო ენის დასაწყისი, არამედ როგორც ხელოვნების ნაწარმოები, როგორც რიტუალის ნაწილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რამაც მონაწილეობა მიიღო ადამიანის საზოგადოების და ადამიანის როგორც აი ესეთი ინდივიდის ჩამოყალიბებაში. ესე იგი, ну, შესაბამისად და კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ ამ ხელოვნების ნაწარმოების განსაზღვრებაზე, უნდა განსაზღვროთ რიტუალის პრეზენტაციის წესი, ანუ წარმატებული რიტუალი, ანუ წარმატებული ხელოვნების ნაწარმოები არის ისეთი, რომელიც იწვევს მაქსიმალურად ბევრი მონაწილეს ჩართვას. აი სწორედ აქედან გამომდინარეობს ხელოვნების ის ფუნქცია კი არა, ის აღწერა, ის სტრუქტურა, რომ ის არის აი ესეთი, რომ ის ერთ და იმავე დროს არის კონკრეტული და ზოგადი, ანუ ის ყვება კონკრეტულ ამბავს, მაგრამ ამ კონკრეტულ ამბავს ყვება ან აჩვენებს, აი როგორც აი იმაზეა, აჩვენებს კონკრეტულ ამბავს, აი ნახატზეა, მაგრამ ეს ნახატი უნდა იყოს ისეთი, რომ მასში ყველა მონაწილე, პოტენციურად ყველა მონაწილე შეძლოს საკუთარი თავის ჩასმა და საკუთარი თავის ამოცნობა. ესე იგი, შესაბამისად, ახლა რა ვითარება მივიღეთ? ხო, ესე იგი, როდესაც ადამიანების საზოგადოება განვითარდა მიმართულებით, რომ მისთვის იყო აუცილებელი დიდი გამაერთიანებელი რიტუალის არსებობა, შედეგად ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, რომ გადაირჩენ ის ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ შეეძლოთ აი ესეთი რიტუალების წარმოება და მეორე მხრივ შეეძლოთ აი ესეთი რიტუალების აღქმა. ანუ გადაირჩენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ უნარი ერთ და იმავე დროს მოეცათ ესეთ ხელოვნების ნაწარმოებები, შეესრულებათ ესეთი რიტუალები და ამაზე მე გელაპარაკეთ, როდესაც გელაპარაკეთ თუ გახსოვთ შამანების და ჰომოსექსუალური ქცევის წარმოშობაზე და ამავე დროს გადაერჩენ ეს ადამიანები, ვისაც შეეძლოთ ინტერპრეტაცია. ანუ ვისაც შეეძლოთ ანუ ხელოვნების აღქმა არის ჩვენი ხელოვნების ნაწარმოების აღქმა არის ჩვენი ძალიან ესე იგი აუცილებელი უნარი. ხელოვნების აღქმის გარეშე ადამიანის საერთოდ არ იარსებებდა, იმიტომ რომ სწორედ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იყო ტომის და პოპულაციის სიმშვიდე და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტომის ცხოვრებაში, მათ უნდა შეძლებოდათ ხელოვნების ნაწარმოების აღქმა. ასე რომ ხელოვნების ნაწარმოების აღქმა ფაქტობრივად არის ჩვენს არსებაში დევს. ჩვენთვის არის ის ძალიან აუცილებელი. ამიტომაც ესე გადაირჩენ, ну შეიძლება დავარქოთ ამას, რომ ეს არის გადარჩევა, სოციალური გადარჩევა, სოციალურად გადაირჩენ ესეთი ადამიანები, რომელსაც ერთ მხრივ შეეძლოთ ხელოვნების ნაწარმოების აღქმა და მეორე მხრივ შეეძლოთ ხელოვნების ნაწარმოების, ანუ დიდი გამაერთიანებელი რიტუალების შემოქმედება. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვართ ისინი, ვისაც შეიძლება ესე ვთქვათ, გენეტიკურად გვაქვს ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უნარი. ისეთი ადამიანები, რომელსაც ეს არ შეეძლოთ, ისეთი ჩვენი წინაპრები, რომელსაც არ შეეძლოთ, ну მათ გამრავლებას ნაკლები შანსი ჰქონდა, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ იქნებოდნენ წარუმატებლები ესეთ ტომში. ანუ მათ უბრალოდ ნაკლებად გამრავლდებოდნენ. ხო, აი ყველაფერი აქედან რა გამომდინარეობს? ახლა გამომდინარეობს ერთი მნიშვნელოვანი რამე, რომ აი შევხედოთ ესე, რომ ხელოვნების ნაწარმოების ქმნის ადამიანი, ის ქმნის ისეთ ხელოვნების ნაწარმოებებს, რომელშიც მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა თავისი რაღაცა უნდა დაინახოს, ანუ ის ქმნის რაღაცა მიმიკრიულ ობიექტს, ხო? ობიექტს თუ მოქმედებას თუ როგორც არის, ხო? ანუ ხელოვანი ქმნის ისეთ ნაწარმოებებს, რომელშიც თქვენ ნახულობთ რაღაცა საკუთარს. შესაბამისად, ეს ხელოვნების ნაწარმოები როგორც ჩანს, ეს არის მიმიკრიის უნარის ევოლუცია. მიმიკრიის უნარი, რომელიც არის ცხოველებთან, ან თუ გქონებათ აპოსემატური ქცევის ევოლუცია, ანუ ეს არის ისეთი ქცევის ევოლუცია, რომელიც თქვენ გაჩვენებთ რაღაცას, რაც ის რეალურად ესეთი არ არის. ხო, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან ბევრი არიან, მათ შეუძლიათ ნებისმიერ თავისი ინტერპრეტაცია ჩადონ ხელოვნების ნაწარმოებში, ანუ ხელოვნების ნაწარმოები ისეა შექმნილი, როგორც მაგალითად აპოსემატური ქცევა, ან როგორც რაღაც მიმიკრიული ფორმა, რომ თქვენ დაინახოთ იქ ის, რაც იქ არ არის. ანუ თქვენ ჩადოთ შიგნით თქვენი საკუთარი ინტერპრეტაცია. შესაბამისად, შეგვიძლია თქვათ, რომ ხელოვნების ნაწარმოები ან ხელოვნების შექმნის ევოლუცია, ეს არის მიმიკრიის უნარის ევოლუცია და აპოსემატური ქცევის ევოლუცია, რომელიც აქვს როგორც ისეთ ყველა ცხოველს მეტნაკლებად ყველა ცხოველს ახასიათებს და დღეს ესე იგი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, როდესაც უსმენთ ხელოვნების ნაწარმოებს ან მონაწილეობთ ხელოვნების ნაწარმოების შექმნაში, ან მონაწილეობთ ხელოვნების ნაწარმოების განხორციელებაში, ჩვენ ვაკეთებთ ეს არის იმ ქცევის შედეგი, იმ ქცევიდან გამომდინარეობა, რომელსაც ცხოველთა სამყაროში სხვა ცხოველებს, ანუ ჩვენს გარდა სხვა ცხოველებს სამყაროში ეწოდება მიმიკრიული ფორმები და
აპოსემატური ქცევა. ანუ რა დასკვნა შეიძლება აქედან გავაკეთოთ, ის რომ ხელოვნების ნაწარმოების ევოლუცია, ანუ ის როგორ ჩამოყალიბდა ხელოვნების ნაწარმოები, ეს არის მიმიკრიის უნარის და მიმიკრული ფორმების მიღების უნარის და აპოსემატური, ალბათ უფრო აპოსემატური ქცევის ევოლუცია.